გამარჯობათ. დღეს ვიწყებთ შეიძლება ითქვას სასოფლო-სამეურნეო მიკრობიოლოგიის საფუძვლიან შესწავლას. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის უნდა მოვამზადოთ აგარის გელი. ეხლა რა გვჭირდება ამისათვის? პირველი, ეს არის ჩვეულებრივი ქილა, მინის ქილა, რომელშიდაც ეს გელი უნდა მოუხარშოთ. ის უბრალოდ კარგად უნდა გამოვრიცხოთ გამოყენების წინ, რაც გავაკეთე კიდეც და მეტი არაფერი განსაკუთრებული არ ჭირდება. შემდეგ სუფთა კულტურის გასაზრდელად საჭირო არის პეტრის ფინჯნები. აი პეტრის ფინჯანი არის აი ასეთი ჭურჭელი შეხედეთ. ეს არის მრავალჯერადი, რომელიც მრავალჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ და აასტერილოთ. სტერილდება ჩვეულებრივ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე საათნახევრის განმავლობაში, ანუ 90 წუთის განმავლობაში. ეს პეტრის ფინჯნები იყიდება ქიმიურ მაღაზიებში, ძვირი არ აღერს. თუ სერიოზულად აპირებთ ამ საქმის დაკავებას, ნუ სადღაც 4 ლარი არის, რო იცოდეთ, ერთი კომპლექტის ფასი. ნუ თქვა დასაწყისისათვის 3-4 ცალი გეყოფათ. მაგრამ შემდეგ მეტი იქნება საჭირო. პეტრის ფინჯნის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ აი ესეთი ქილა, რაც შეიძლება ფართოყელი და მისი სახურავი. ოღონდ ესეც როგორც პეტრის ფინჯანი ისე უნდა გასტერილდეს, აი ეს ნაწილი უნდა გასტერილდეს 180 გრადუს ტემპერატურაზე საათნახევრის განმავლობაში. ხოლო რაც შეეხება თავსახურს, იმის გამო რომ ეს პლასტიკი შეიცავს, ის უბრალოდ დუღარე წყალში უნდა დუღარე წყლიან ქვაბში უნდა ჩავაგდოთ და გამოვხარშოთ რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში. შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთჯერადი პეტრის ფინჯნები, ესეთი რაღაც. ესენიც იყიდება, ვთქვათ, ამაზე უფრო დიდები ბიომარ ჯორჯიაში ღირს სადღაც 45 თეთრი, ერთი ცალი, მაგრამ ესენი არის ერთჯერადები. ესენი შეიძლება მრავალჯერადად გამოვიყენოთ, ოღონდ გასტერილება ამათი უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სპირტით, რადგან ისინი არ არიან სითბოსადმი მდგრადები. ეს ერთჯერადი კონტეინერი შეიძლება პეტრის ფინჯნად გამოვიყენოთ, მაგრამ ჯერ ერთი რო ცოტა ვიწროა. და მეორეც ის რომ ეს უფრო ძვირია, თუმცა ეს ყველა აფთიაქებში არის და ინტერნეტში ბიომარ ჯორჯიას მოძებნა არ არის საჭირო, თუმცა ისაც ეს ცოტა იაფია. შენ ხარ ჩემი ბატონი, მაგრამ ეს ყველა აფთიაქში დევს ასეთი რამ. ახსნით ამას და სტერილური ჭურჭელი გაქვთ, შეიძლება ითქვას. ეხლა მთავარი კომპონენტი აგარის გელის არის აგარ-აგარის ფხვნილი, აი ასეთი რამ. მე ამას ამოვიღებ აქედან და გაჩვენებთ. პრინციპში აგარის ფხვნილი გამოიყენება კულინარიაში, გამოიყენება იმისათვის, რომ ჟელატინის მაგივრად იხმაროთ სუფლეებში. ძალიან მოსახერხებელი რამეა, სამარხო სუფლე შეგიძლიათ ამით გაიკეთოთ, იმიტომ რომ ეს არის მცენარეული. ჟელატინი ცხოველური გახლავთ. სამწუხაროდ, ვერც ერთ სუპერმარკეტში მე ეს ვერ ვნახე, ვიპოვე მარტო ერთ ადგილას, ეს არის აწერია კიდევაც აგერ გივი პაპას დუქანის. ეს არის ბაზრობაზე, უпростоად გივი პაპას სუნელები, ასე ქვია, მაღაზია ნომერი 102. იმიტომ რომ სანამ ამ მაღაზიას აღმოვაჩენდი, მე თვითონ საზღვარგარეთიდან ვიწერდი. ხო და აქ რო ვიპოვე, ძალიან გამეხარდა, სიმართლე გითხრათ. ასე რომ ხლა როგორი ხარისხის არის ეს ჯერ არ ვიცი. მაგრამ ახლა გამოჩნდება. ეხლა ხანს აღმოვაჩინე ეს მაღაზია, არ ვიცი ახლა ჩანს თუ არა, კარგად. არც ძვირი არ აღირს, ვთქვათ, ინტერნეტში დაახლოებით იგივე ფასია, 100 გრამის ფასი არის 15 ლარი. ჩვენ გვჭირდება ძალიან ცოტა.
ეხლა აი ამ ჭურჭელში მე უკვე აწონილი მაქვს გელი, უпростоრად აგარ-აგარი გელისათვის 10 გრამი არის ამაში, ეს ეყოფა 9 ლიტრს. შემდეგ რაც კიდევ დამჭირდება ერთი ჩაის კოვზი დამჭირდება საფუარი, შრალი ფხვნილი საფუარისა, ზუსტად იგივე რითაც ამზადებენ ჩემო ბატონო ნამცხრებს და თუნდაც პურს, ზუსტად იგივე საფუარზეა ლაპარაკი და ძალიან ცოტა ერთი მწიკვი მარილი და კიდევ 9 ლიტრი წყალი. გარდა ამისა დამჭირდება რაიმე ანტიბიოტიკი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ ლევომიცეტინს. თქვათ 9 ლიტრა აგარის გელზე, თქვათ აბის მეოთხედი ლევომიცეტინი, აი ეს აბი უნდა გავყო 4 ნაწილად, დავფხონა და ისე შევურიო. ხლა ლევომიცეტინი საჭიროა არისთვის. იმიტომ რომ ეს არე, რასაც მომზადებ, ბაქტერიებისთვისაც კარგია. ჩვენ კი უნდა სოკო გავამრავლოთ. ამიტომ ბაქტერიები რომ არ გაგვიმრავლდეს, მაგას დავამატებ ლევომიცეტინს. ლევომიცეტინი თერმულ დამუშავებას უძლებს, ასე რომ პრობლემა არ იქნება მაგის მხრივ. ფაქტიურად ამით ჩვენ ბაქტერიების გამრავლებას შევუზღუდავთ, კი არა, შევაჩერებთ თვითონ აგარის გელში. ეხლა რას ვაკეთებთ? აი ეს ჩემო ბატონო არის აგარ-აგარი. ჩავყაროთ აი ამ ჭურჭელში. საფუარს დავამატებ ყველაზე ბოლოს, უკვე გაცხელებულზე, რომ არ დაიწყოს საფუარმა შაქრის შეჭმა, რომელიც აქ იქნება. ამიტომ სადღაც 30-35 გრადუსზე მეტად რო გაცხელდება, მერე ჩავამატებ საფუარს. ეხლა საფუარი რისთვის სჭირდება? საფუარი თვითონ სოკოს წარმოადგენს და ძალიან ბევრ მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს შეიცავს და რომ მოიხარშება ის დაიშლება და შესანიშნავი არე გაკეთდება აი ამ სოკოებისათვის, რომელიც შემდეგ ამ გელზე უნდა გავამრავლოთ. ეხლა მე არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა აი ამ ტაბლეტის მეოთხედს. ეს ცოტა მეოთხედზე მეტიც გამოვიდა. გავჭიჭყავ ამ ეს პლასმასის თავში. ზოგჯერ ლევომიცეტინს აქვს ხოლმე გარსი. ის გარსი უნდა მოვაცალოთ, ლურჯი გარსი. გააჩნია წარმოებას, ამას არ აქვს. აი ეს ახლა მე დავფხვენი და ჩავყარე აი ამ ბოთლში. შემდეგ ამ ბოთლში უნდა ჩაუშვათ ასევე შაქარი, სადღაც ერთი კოვზი, ოდნავ მეტი. ეს ჩაის კოვზე პატარაა და ცოტა მეტი, იმიტომ დავამატე. ეხლა უნდა ჩავაყარო მარილი. მარილი აი ერთი მწიკვი. ეს სრულიად საკმარისია.
მორჩა აქ ინგრედიენტები უკვე არის. გელი არის, შაქარი არის, მარილი არის. საფუარს მე უკვე გაცხელებულზე ჩავაყრი, როცა ეს გაცხელდება. და ლეუმიციტინიც მივეცით. მეტი არაფერი არ ჭირდება. შაქარი, მარილი, ლეუმიციტინი, აგარი, ეს არის სულ მთელი რეცეპტი. როგორც ხედავთ, საკმაოდ მარტივია. ეხლა ამაში მე ჩავასხავ დაახლოებით 9 ლიტრ წყალს. ჩვეულებრივი ონკანის წყალი სრულიად საკმარისია. ეხლა ეს მოვურიოთ ცოტა, ეს ასე მარტივად აიხსნება. ცოტა მოვურიოთ, მაგრამ გამჭირვალობას არ დაველოდები. ეხლა ამას დავიწყებ მოხარშვას წყლის აბაზანაზე. წყლის აბაზანაზე როგორ მოვიქცევი, ესე იგი ჩვეულებრივ ესე იგი ქვაფს, სამზარეულო ქვაფს ვდგამ ცეცხლზე. შემდეგ მასში ვაფენ კარტონის პატარა ფენას. შემდეგ ამას ვდგამ და წყალს ვასხამ ისე რომ აი ამაზე მეტი იყოს, აი ამის დონეზე რომ მეტი იყოს. ამის დონეზე მეტი რომ იქნება, ესე იგი ეს ნიშნავს რომ ის კარგად გაცხელდება და გარდა ამისა ეს უნდა დავფარო ალუმინის ფოლგით. ეხლა მე ამას გავაკეთებ. ეხლა შეიძლება დააკვირდით. აი ქვაბი თითქმის ავსი აწყლით. ქვაბი საკმაოდ ფართოც არის და ღრმაც. აქ სიღრმეა მთავარი, თორემ სიგანის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ბანკა მასში რამდენიმე ჩაეტევდა. ძირზე არის კარტონი, რომ პირდაპირ მეტალთან არ კონდეს შეხება. და წყლის დონე უფრო მაღალია ქვაბში, ვიდრე ჩემო ბატონო თვითონ შიგნით ფილაში. აი ასეთ მდგომარეობაში ჩვენ უნდა მივიყვანოთ ეს დუღილამდე და ვადუღოთ გარკვეული დროის განმავლობაში. ქვაბმა ბოლი აუშვა, დუღილი ჯერ არ დაუძღია, მაგრამ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურა აქ საკმაოდ მაღალია. საფუარა სოკო შიგრო ჩავყარო, ის ვერ გამრავლდება, ამიტომ ეხლა მე ამაში ჩავყარი საფუარს. მოვაცლი ფოლგას. აი ფოლგა მოვაცალე და თვალით ეხლა ძალიან ბევრიც არ აჭირდება. საფუარს ვათავსებ ამაში. ეხლა მე ამას მოვურევ თელა ამასას კარგად. მიკრობიოლოგიისათვის ცალკე ყოვზები მაქვს, ეს ყოვზი ეხლა სტერილური ამ წუთში არ არის, უბრალოდ გარეცხილია. всё, ეხლა აქ ყველაფერია, რაც უნდა იყოს. ეხლა ამას მე თავს დავახურავ და რეზინკას გავუკეთებ სიმჭიდროვისათვის. გაჩვენებ ცოტა. აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია. მოვურიე, თავი დავახურე. რეზინკა გადაუჭირე და ესე როდესაც დუღილს დაიწყებს, დუღილის დაწყებიდან 40 წუთს დავინიშნებ და 40-50 წუთის განმავლობაში სანამ გარეთ წყალი იდუღებს შიგნით, აღარ აქვს მნიშვნელობა. პერიოდულად მოვალ და ესე შევანჯღრევ, რომ აი ამოვიღებ და შევანჯღრევ. ოპა. აი ამ ვაძინაია ბანიაში, წყლის აბაზანაში უნდა 40
წუთი მინიმუმ უნდა იდუღოს წყალმა. ამის გარეთ შიგნით არ უყურებ თვითონ ბანკის შიგნით იქაც იტუღებს რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ცოტა ნაკლები დრო. მაშასე ეს ჩვენი აგარის გელი გაცივდა ისე რომ ხელი მოიკიდება. ეხლა ამას რასაც ხედავთ ეს ჯერ კიდევ სითხეა, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზე ეს გახდება ფაქტიურად მყარი გელის დონის სიმყარის. ძირითადი ნივთიერება, როგორც მოგახსენეთ, ამაში რაც არის აგაროზა, ის კულინარიაში გამოიყენება სამარხოს უფლებების მოსამზადებლად ჟელატინის მაგიერ. ასე რომ არაფერი არაბუნებრივი ამაში არ არის, ეს ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, მცენარეული პროდუქტი გახლავთ. ეხლა მე ვიღებ აი ამ ერთჯერად პეტრის ფინჯნებს. თქვენ შეგიძლიათ ვიმეორებ იყიდოთ მრავალჯერადი და გაასტერილოთ აეროღუმელში. შეგიძლიათ ერთჯერადები. ერთჯერადების ფასი როგორც მოგახსენეთ, სადღაც 45 თეთრია ერთი ცალის. ეხლა მე აი ხედავთ რომ ამას თავს წავაჭრი და გავხსნი და გაჩვენებთ. ეს ცოტა პატარა პეტრის ფინჯნებია, უბრალოდ ადრე ნაყიდი და შემონახული დამრჩა. რა თქმა უნდა, უმჯობესია თუ უფრო დიდში გავაკეთებთ, რომელსაც 90 მმ აქვს დიამეტრი. ეს ჩვეულებრივად ესედებს, აი შეხედეთ, აი ეს თავია, უფრო ფართე და ესე ეხურება. ეხლა მე აი ამაში ძირში დავასხამ რამდენიც დაისხმება აი ამ სითხეს. მოვხადოთ თავი და დავიწყოთ დასხმა. რაღაცა ქვევით დაეწვეთება, რაღაცა იქით რაღაც მიეწუწება, მაგრამ არა უშავს. თავარია შიდა ზედაპირებს არ შევეხო. ავიღე და თავი დავახურე. აი შეხედეთ. მე მგონი ჩანს კარგად. ეხლა ვეცდები რომ კიდევ კარგად გამოჩნდეს. აი როგორ ვაკეთებ. ეხლა ეს უკვე მეტი აღარ შეინახება, აი ესე გელის ფორმით უნდა შევინახოთ. გასტერილებული პეტრის ფინჯნები უნდა აავსოთ რაც შეიძლება ჩქარა. და არსად არ უნდა შევეხოთ შიდა ზედაპირებს. ეს მე რაც მაქვს ახლა, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის პეტრის ფინჯნები. იმდენად მაღალი ხარისხის, რომ მისი ემბრიო ტოქსიკურობაც კი დადგენილია, რომ ისინი არ არიან ემბრიო ტოქსიკურები. ანუ ამ პეტრის ფინჯნების გამოყენება in vitro განაყოფიერებაშიც კი არის შესაძლებელი. ნუ თქვენ ასეთი მოთხოვნის არ გჭირდებათ. ჩვეულებრივი ერთჯერადი პეტრის ფინჯანი ჯობია გამოიყენოთ.
მე ახლა სათითაოდ ვიღებ იმ სტერილური უპაკოვკიდან და ვასხამ. მაგრამ თქვა ეს პროცესი დიდად საინტერესო არ არის. ნახეთ რასაც ვაკეთებ, ახლა როცა დავამთავრებ, მე გაჩვენებ შედეგს ერთ. ახლა დავაკვირდეთ. ამ 9 ლიტრი აგაროს გელისაგან მე ავავსე ეს პეტრის ფინჯინები მთელი 20 ცალი და კიდევ 3 სტერილური კონტეინერი. საერთოდ სუფთა კულტურის გამრავლებას აი ასეთ ფინჯინებზე ახდენენ. ეს ახლა შედარებით პატარა ზომისაა, როგორც გითხარით, ემბრიონალური ფინჯინებია. მაგრამ ნუ ახლა ესეთები მქონდა და ამიტომ ესენი გამოვიყენე. საერთოდ მიკრობიოლოგიური პეტრის ფინჯანი არის 90 მმ დიამეტრში, ამაზე ბევრად უფრო დიდია და ის რა თქმა უნდა უმჯობესია რომ გამოვიყენოთ. შემდეგ კიდევ 3 კონტეინერი 120 მლ-იანი, 120 გრამიანი შეიძლება ითქვას. აიქსო აქაც სითხეა. ახლა მე თავს მოვხდი და გაჩვენებთ. აი შეგადეთ სითხეა ჯერ ეს არ არის კარგი ცივი, ეს რო გაცივდება 20 გრადუსზე მერე გამყარდება. და წარმოიშვება ჟელე. ეხლა ასეთი რამ სუფთა კულტურების გამოსაყენად რა თქმა უნდა ეს ფინჯინებია, ეს ფინჯინები ასე თავდახურული სტერილურად კარგა ხანს ინახება. თუ არასტერილურად მოგვივიდა, ამაში რაღაცის ზრდა დაიწყება და თუ რაიმე ზრდა დაიწყო და გელი სუფთა არ იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფინჯანი დაბინძურებულია. აი ახლა რაც შეეხება ამათ, ეს თავი აქვს კარგად მოკრული, ჰერმეტულად ეხურებათ. და ამდენი ეს რომ ჩავასხი აგარის გელი, აქ უბრალოდ საინტერესო არის ასეთი რაღაცის გაკეთება, რომ თუ იქნება შესაძლებელი, რომ მთელ ამ სიღრმეში გავზარდო მერე ბიოპრეპარატის კულტურა, რომ დიდი რაოდენობით მივიღო ის სუფთა სახით. ანუ რა თქმა უნდა, შიგნით თავისით არ გამრავლდება, დაიწყებს გამრავლებას აი ამ ზედაპირზე. ერთი წუთით, ხო თავს მოვხსნი და ისევე რომ კარგად წარმოვიდგინოთ. ის ზრდა ზედაპირზე დაიწყებს. შემდეგ, როდესაც მოვაცლით იმ თავს და გამოვიყენებთ იმისათვის, რომ თქვათ უკვე დიდი რაოდენობა მივიღოთ, თქვათ პერლოვკაზე ან რაიმე სხვა არესე. აი ამის მერე ქვევით ზედაპირი ხო განთავისუფლდება და იმ ქვევით ზედაპირზე როგორ წავა თუ გადავა სუფთა არე, ისე რომ ეს გამოვიყენოთ მრავალჯერ როგორც სუფთა არის წყარო. აი ეს ამისათვის მაქვს ესა. თუმცა არ მგონია რომ ეს სულ დაუბინძურებლად გავიდეს ბოლომდე. ასე იდეალურად ალბათ ვერავინ ვერ იმუშავებს, სადაც არ უნდა მაგარი ხელი ჰქონდეს, მაგრამ ნუ ცდაბედის მონახევრია, ვცადოთ ყოველ შემთხვევაში მაინც. ეხლა გელს ერთხელ რომ მოვხარშავთ, ის მაშინვე უნდა გავანაწილოთ. პეტრის ფინჯინებში აი აქ უკვე შეხედეთ გამყარდა ესა. იმიტომ რომ აქ მინაში უფრო ჩქარა გაცივდა ვიდრე პლასმაში, ეხლა აქაც გაცივდება და ყველა ემაზე დაიწყება. ეს პეტრის ფინჯინები დააკვირდით, ბოლომდე არ არის შევსებული, ზედაპირამდე აკლია ცოტა. ზედაპირამდე ბოლომდე შევსებული არ გახლავთ. აი ეს არის მისი შევსების წესები. მას მერე რაც ეს გამყარდება და გარკვეული დრო გავა, რომ დავინახოთ, რომ მასზე არაფერი არ იზრდება და ის სუფთად არის გადმოტანილი, მერე მასზე დავიწყებთ უკვე ბიოპრეპარატიდან სუფთა კულტურის გამოყოფას.
ეხლა ჯერჯერობით დღეისათვის სულ ეს იყო, ჩვენ მოვამზადეთ აგაროზას გელი ბიოპრეპარატების გასამრავლებლად. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ახლა დაგვირდით ამ პეტრეს ფინჯანს. მასში უკვე სითხე აღარ არის, ის აღარ მოძრაობს, აღარ გადმოიქცევა. ხედავთ? ეს უკვე გამყარდა, ეს გელია. ოპა, დავახუროთ თავი, შიდა ზედაპირს არ ვეხებით. ეხლა ჩვენ ჯობია, რომ ეს შეხედეთ, აი ეს ზედაპირზე დაიოთ გლაწვეთები, ეს წვეთები არაა საჭირო, რომ გელზე მოხვდეს. ამიტომ მას ჩვენ შევინახავთ აი ესე. ესე რომ შემოვატრიალებთ, ის გელი უკვე ისეთნაირად არის, რომ არ ჩამოვარდება იქიდან. ნახეთ? აი, არსად არ გადმოვარდნება. აი ამ გელებს შევინახავთ აი ესე გადმოტრიალებულს. ეხლა ამაშიდაც გამყარდება ცოტა ხანში, აი ამ დიდებში. შეიძლება უკვე გამყარებულიც არის, ვნახოთ მოდი. და იმათაც ესე აი გამყარებულია ესეც. აღარ მოძრაობს, მაგრამ აქ სიღრმეში შეიძლება მაინც თხევადი იყოს და ამიტომ არ მინდა ჯერ ამის გადმოტრიალება. ყველას თავდახურულს და ამოტრიალებულს შევინახავთ. მაშასე გავიდა 50 წუთი დუღილი. ამოვიღეთ აგარის გელი. ეხლა ჯერ ეს კიდევ სითხეა და გარკვეული დროის მერე როდესაც გაცივდება ის უნდა ჩამოვასხათ პეტრის ფინჯნებში. მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ერთჯერად პეტრის ფინჯნებს. ჯერ ეს ძალიან ცხელია, უნდა დავიცადო, სანამ ისე გათბება, რომ ხავს რომ თავისუფლად მოუჭერ და შემდეგ აი სადღაც 30-35 გრადუსის რომ იქნება და იქნება სასიამოვნო თბილი. ოთახის ტემპერატურაზე აგარი უკვე მყარდება. ეხლა ჯერ კიდევ სითხე არის ესა. აი ხედავთ რომ სითხესავით მოძრაობს. მაგრამ ის კაკრას მყარი გახდება სადღაც 20 გრადუსის ახლოს, რაც არის ოთახის ტემპერატურა. ეხლა ჯერჯერობით ვუცდით ამის გაციებას, რაც საკმაოდ დიდი დრო გაცმაროს. ამის დაჩქარება არანაირად არ გვაწყობს. ეხლა ეს რომ ცივწყლიან აბაზანაში ჩავდოთ, შეიძლება ეს მინა გასკდეს კიდევაც. ჯერჯერობით ძალიან ცხელია და ხელს წვავს, მაგრამ იმედია რომ გაცივდება.